თბილისის მორიგი ახალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპორტული სივრცე შეემატა. პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მერთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად ყინულის არენა გახსნა. მთავრობის მეთაურმა შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის ყინულის არენა ხელშეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. შენდა ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ბუნებრივია ქალაქს, არჩება ქვეყანას. უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული ეს პროექტი, ამაში თავადაც დარწმუნდებოდით. არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე და რა თქმა უნდა, ეს სასახლე ხელშეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლებმაც უმოკლეს ვადებში უმაღლესი ხარისხით შეასრულეს ეს მნიშვნელოვანი პროექტი. საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. უმაღლესი დონის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, რომლის სიგრძე 60, ხოლო სიგანე 30 მეტრია. განთავსებულია 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. უმაღლესი დონის ყინული არის ორშრიანი. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ტექნოლოგიურად, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული. დაახლოებით 36 კილომეტრი ქსელი მოეწყო იმისათვის, რომ შესაბამისი კლიმატის რეგულირების სტანდარტი ყოფილიყო დაკმაყოფილებული. და შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამათ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. სპორტული კომპლექსი ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა დანადგარით აღიჭურვა. იატაკის იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე მოედანი საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც მოემსახურება. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. აღნიშნული სპორტული კომპლექსი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლოდ ამავე დროს საქართველოს ნებისმიერი ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატები იქნა ჩატარებული და ამავე დროს ეს შესაძლებლობას მოგცემს როგორც ჰოკეის, ასევე ფიგურული სრიალის მოსვენებს, როგორც შეჯიბრებების, ასევე ვარჯიშების კუთხით იყოს დატვირთული. თბილისის ყინულის არენა თებერვალში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს, მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. სპორტული კომპლექსი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაათვალიერეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.